შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გახსნა. სულხან მახათაძემ ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მოგვარებაზე გუნდთან ერთად მუშაობს. მანვე ისაუბრა ჭიათურაში მიმდინარე პროექტებზეც. ესეთი პრეცედენტი არასოდეს არ ყოფილა მუნიციპალიტეტების ისტორიაში, რომ გუბერნატორი ჩამოსულიყოს და გამგებელთან და სამსახურებთან ერთად, ყველა პასუხისმგებელ პირებთან ერთად გაევლოს ის წლიური საბიუჯეტო ხარჯები, თვითონ განხორციელებული პროექტები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა რაიონში. ცენტრალური ხელისუფლების დაინტერესებაც არის პირველი ის, რომ მუნიციპალიტეტების და საერთოდ ბიუჯეტი იყოს ორიენტირებული პირველ რიგში სოციალური კუთხით. რაც შეიძლება მეტი თანხა წავიდეს ამ მიმართულებით, რამე თუ საზოგადოებას და მოსახლეობას ჯერ კიდევ უჭირს და ეს სოციალური პრობლემები ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ ის რაც ინფრასტრუქტურული კუთხით ხორციელდება, რა თქმა უნდა, დავაბალანსოთ ამავდროულად სოციალური კუთხითაც. რა თქმა უნდა, მომავალში ორიენტირებული ვართ იმისკენ, რომ ბიუჯეტი რაც შეიძლება გაიზარდოს, მეტი შემოსავლები საკუმულირება მოხდეს ჩვენს ბიუჯეტში. არსებულ ვითარებაზე ისაუბრა ჭიათურის სატყეო უბნის უფროსმა. შეხვედრას სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ დღეკავთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. 80% დარჩენილი არის შეშის გარეშე. დღეს ისახება თითქოს დღეს უკვე ძალიან დაგვიანებულია. აცხის მაგალითად მოსახლეობას გამოუყვეს ეხლა დღეისდღეობით ტყეკაფი ცხილათში. რაც მეტად რთული არის კაცხელი ადამიანისათვის, მოსახლეობისათვის ცხილათში ის შეშის მოტანა იქიდან. ამ დროს როდესაც საშუალება იყო, რომ უფრო ახლოდან ყოფილიყო ტრეკაფი გაკეთებული და ჩვენ გავატარეთ რიგი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე დაგვიანებულია. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ზომები და გამოვყავით ტრეკაფები ახლო მდებარე ტყეებში, სადაც გზის პრობლემა არ არის და ადვილად შეუძლია გლეხებს მოჭრა შეშლა და მიიტანონ თავიანთ ოჯახებში. ამისათვის ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 2000 კილომეტრი შეშა გამოვყავით დამატებით 2000 ისეთ ადგილებში როგორც არის მაგალითად სვერის მოსახლეობისათვის, ხუკეთის მოსახლეობისათვის თითქმის მივიდა დაკმაყოფილების პირზე, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი გვაკლია. ეს გამოიწვია, რომ ტყის რესურსი ჭიათურაში ძალიან დაბალია და ტყე დასილდა მოსახლეობას. დროთა განმავლობაში დასილდა მოსახლეობას და უგზოობის გამო გამოიწვია. ცხადვის მონაცემებზე ისაუბრა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა. 2015 წლის ბიუჯეტი წინაზელთან შედარებით გაიზარდა, გადანაწილდა ეს თანხები, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, გადანაწილდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და 8.803.800 ლარი და დამტკიცებული ბიუჯეტი 2015 წელს განისაზღვრა 9.200.100 ლარით და ეს სხვაობა ყველაფერი არის მიმართული სოციალურ ადგაჭრებული მოსახლეობისთვის და ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოსახრელად. შეხვედრას ჯორჯიან ამერიკან ელოიზის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მოვისმინე შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. შეხვედრაზე გაჟღერდა ბევრი პრობლემური საკითხი, რომელიც აწუხებს ჭიათურას, ჭიათურლებს. მე ჩემის მხრივ ამ ყველაფერს გადავსებ ჩემს ხელმძღვანელობას და შესაბამისი დასკვნა იქნება ბოლოს. დასუფთავების კუთხით დღეს ამ კუთხეს კომენტარის აკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ზემდგომის გადასაწყვეტია. მე უბრალოდ ვაცნობებ იმ ადამიანებს, რა პრობლემა დგას დღეს ჭიათურაში აქ ამ კუთხით და რა პრობლემის წინაშე აყენებს ჯორჯიან მანგანეს დღეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და საკრებულოს წევრები. ეს შეხვედრა ატარებდა სარეკომენდაციო, საკონსტიტუციო ხასიათს. ბატონი ზაზა გაგვაცნო თავისი დამოკიდებულება, შეხედულებები და მოგზაურა გარკვეული რჩევები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ეს მუშაობა გაგრძელდება შემდგომშიც და ჩვენ დღეს შევთანხმდით კონსულტაციების შესახებ, რომ იგივეს გააკეთებს საკრებულოც, მოხდება ინფორმაციის გაცვლა, ჩვენი მუშაობის ანგარიშის მოსმენა, შეფასება და კონსულტაციები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად წარიმართოს გამგეობის საკრებულოს მუშაობა და ჩვენ მივესალმებით ასეთ შეხვედრებს. ზაზა მეფარიშვილი სოციალური სამსახურის მუშაობით დაინტერესდა, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, შესაძლოა მომავალში ერთჯერადი დახმარებების პროგრამა შეჩერდეს. აქ იყო ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე თვითონ ბენეფიციარზე და საუბარი ამ მუხლის ფლიანად ამოღებაზე, იმიტომ რომ ეს იწვევდა ეჭვებს მოსახლეობაში და ან თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის ეს მიზანმიმართული, იმიტომ რომ
სანამ არჩევნები იქნება არჩევნების წინა დღეებში თითქოს ეს თანხები არამიზანმიმართულად მიდიოდა ხოლმე აქამდე, ამიტომ ერთ-ერთი გადაწყვეტილებას მივიღებთ ალბათ მომავალში, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარებები აღარ იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩანასრულდება შესაბამისად სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით, ასევე მედიკამენტების შესყიდვის უზრუნველყოფით. იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. დღეს ვინაიდან ახალი გუნდი არის შეკრებილი უკვე მუნიციპალიტეტში პირდაპირ ანგარიშის ფორმა დღევანდელ შეხვედრას არ ქონდა, ეს უფრო ანგარიში არის და ერთმანეთის მიმართ იმ საკითხების დასმა თუ მომდენო წელს რა უნდა იყოს უფრო პრიორიტეტული. მე ვიმედოვნებ, რომ მის ხარვეზები რაც გამოვლენილი იქნა 2014 წლის მუშაობის პერიოდში გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ, ხოლო ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ყველა იმ პროექტებს, ყველა იმ წამოწყებებს, რაც ექნება მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება კოორდინაციაში თუ ნებისმიერ კონკრეტულ მინისტრთან იქნება რაიმე საკითხი გადასაწყვეტი. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ჭიათურის შემდეგ ზესტაფონში გაემგზავრა.